ახალი ვიდეო კამერები და რადარები, ახალი ვიდეო ანალიტიკური სისტემა და ახალი პროექტების საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ნაწილია. ახალი ვიდეო ანალიტიკური სისტემა ამჟამად ტესტირების რეჟიმშია. მისი საშუალებით კი ავტოავარიების პრევენცია შესაძლებელი გახდება. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ კამერა ან რადარი სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს, სისტემა განგაშის სიგნალს იძლევა, რასაც პატრულის მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვება. დეტალებს კი გიორგი მანჭავიძე, ლაშა მამულაშვილი და ლაშა ნატროშვილი გიამბობთ. 399 შემთხვევა 2015 წლის მონაცემებით. ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მეტი წილი პროცენტულად მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძალოვან უწყებას ახალი სტრატეგია აქვს, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. მათი თქმით, საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ავტოკატასტროფების რიცხვს 50%-ით შეამცირებს. ჩვენ მუშაობთ ახალ სისტემაზე, ვიდეო ანალიტიკის და კამერების, რომელიც შესაძლებლობას მოგცევს, რომ ავასრულოთ კანონი ეფექტურად და დავიცოთ საგზაო უსაფრთხოება იქაც, სადაც პოლიცია არ ჩანს. ახალი ვიდეო ანალიტიკური სისტემა ტესტირების რეჟიმშია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით ახალი სისტემით ავტოკატასტროფების პრევენცია შესაძლებელი გახდება. როდესაც კამერა ან რადარი სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს, სისტემა ავტომატურად განგაშის სიგნალს იძლევა, რასაც შესაბამისად პატრულის მხრიდან რეაგირება მოჰყვება. თუ ახლა ადამიანები აჩერებდნენ მხოლოდ კამერასთან და მერე აგრძელებდნენ დიდი სისწრაფით, ეს სისტემა ითვლის კამერებს შორის მანძილს, დასაშვებ მანძილს და რა დროს შეძლო გაევლო, ასე რომ ამ კუთხით სრული კონტროლი იქნება და ძალიან ეფექტური. ჩემი ნაბიჯი, შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხო ქალაქი. ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ამავე სტრატეგიის მიხედვით რამდენიმე სამინისტროსგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სფეროების მიხედვით საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე პასუხისმგებლობას აიღებს. ასფალტის დაგება, საგზაო ნიშნები, მონიშნა, თქვათ, საშუქნიშნე მეურნეობა გაბნეულია სხვადასხვა საუწყებებში, სამწუხაროდ. ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ახალი თაობის ხელისუფლებისათვის, რომელიც ჩვენ ერთად უნდა ავირჩიოთ უახლოეს პერიოდში. ვფიქრობ, დრო არის უკვე ჩვენი საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ მსგავსი კანონმდებლობა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში და თუ დავარღვევთ გზებზე, აუცილებლად დავჯარიმდეთ საკმაოდ მაღალი სანქციით. საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებიც მიესალმებიან. კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ჩემი აზრი ასე და რასაც მე ვხედავ მოძრაობაში ძალიან მეური დამრღვევი დადის და ასე რომ თქვა ძალიან თავაშვებულად დადიან და ასე არ შეიძლება, კანონი უნდა კანონობდეს. შეიძლება ერთი მხრივ ჩანდეს, რომ ეს არის გამკაცრება და სინამდვილეში ეს ვფიქრობ, რომ არის ზრუნვა მოსახლეობაზე. ძალოვანი უწყების საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია უკვე მომზადებული შესაბამისი კანონპროექტის ნაწილია, რომელსაც პარლამენტი უკვე ახალი შემადგენლობით განიხილავს.